არა. ჩემი შვილი დაამთავრა ლულუბ მოსკოვში და ჩამოვიდა საერთოდ საცხოვრებლად უნდოდა. და სადაც კი გააგზავნა თავისი ქსივი, იბარებდნენ და არ უნდოდათ, აი ეს განათლებული ადამიანები არ უნდოდათ. ემწუთში კანადაში ცხოვრობს და მშვენივრად არის. მე აქ ვერაფერს ვერ ხედავ პერსპექტივას. არის მატება, შემცირდა ქართველების რაოდენობა, ჩამოდიან მე ის სხვა რჯულის ხალხი, რომელიც ემიგრაციაში მოდიან ისინიც და ისინი იმათ ფონზე თითქოს საქართველოში ქართველების რაოდენობა მე მგონი აი მილიონ რა ვიცი 300 თუ 500 თქვეს არა რაღაც ძალიან ცოტა რიცხვია 800,000-მდეა რეალურად. მე აქ ჩამოსული ხალხი ხო მე თხოვდები არ მოყავთ და უკვე აღარ არის ნამდვილი ქართული ოჯახები და გენიც გადაშენების პირას არის. მუშაობ ადგილები შექმნან აქ არა ხალხი არ გაიქცენ, აქ იმუშაონ და გაიღონ ფული. აქ შექმნან ისა ეკონომიკა. აი ეგ არის მთავარი. ვერ ვხედავ ვერანაირად. არ არის დასაქმება. 500-600 ლარზე მუშაობენ ბავშვები, დღე და ღამე. რა არის ეგ არაფერი. მithumetes ქალაქში. იწევიან იქით. იმიტომ მიდიან იქით. არაფერი არ არის. აი ბავშვი მეხვეწება წამეყვანის ადმიგას არაფერი არ არის საწავიყვანო.